ბატონო, ეგეთი ბრძოლებია ზუსტად ყველაზე საინტერესო, სადაც 0 ნამდვილად გაიგარგება. და იწყება ძალიან მნიშვნელოვანი დაფიქსირება, რა თქმა უნდა, ბადოს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს, თუმცა ფოშგორსაც უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს. გულშემატკივარი ჩამოყვა, კი ბატონო. მიზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, კამარი არის. ორივე მებრძოლს ახასიათებს საბრძოლო სტილი, როდესაც ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ ძლიერი დარტყმები დაუშვან. უკვე რა კაი ტექნიკა და რა კაი ტაიმინგი, მომზადებულობა ჩანს ამ მებრძოლს შორის. ნამდვილად აი საჩემპიონო კალიბრის მებრძოლები არის. რა დარტყმები გაუტარა გოგიჩაშვილმა და როგორ დგას ოსგორი ისო ფეხებზე. ორივე მებრძოლი ძალიან მაგრაცრუს აქვს. ბადოსაც აქვს ზიანი საფრთხეზე, თუმცა ფოშგორმა ძალიან ძიმე დარტყმები აიტანა. ფოშგორმა ისე დარტყმა გაატარა, რომ ვერც კი დაინახა და გაუძულა. კიდევ ერთხელ ორივე მებრძოლი ძალიან მაგრა მოებზა და ამ ბრძოლისთვის. კი, აი ტაიმინგზე ეთქობა, ტექნიკაზე ეთქობა და ეხლა ცოტა აურიეს ჩეხვაში გადავიდნენ. აი რა თქმა უნდა, ხასიათის პიკი გვაქვს დღეს ბორბლებში. აი გაცვლები, აი ეხლა არის ეს მომენტი, როდესაც ტექნიკა დაიწყეს და ჩეხვაზე გადავიდნენ. ფოშგორს თვალის ზედით წარფთან აქ ჭრილობა, რაც შეიძლება იყოს ფაქტორი, რადგან სისხლი შეიძლება მას თვალშიც კი ჩავიდეს. კიდე რა კარგი მოარტყა ბადომ და არაფერი არ იგრძნობა ფოშგორს. კი, კეფაში იყო, მაგრამ როგორ დაკონსულტა გაუძნეს ფოშგორი. იწევა ცოტა და მაგის გამო. ჯერა არ არის, ანუ კი არ ტყამს. აი ისე ვიც შეუმიჯნებდა ბადოა. ტანში ხო იქ თამხარეს, უკი რომ მოარტყა ხო ტანში. კი ბატონო. გოგოდა ბოლოს მეხუთე მეექვსე მესჯვრიდე დარგვაზე ბოლოს დაეცა. ვიტა ყოველთვის საბოლოოდ ხდება. და მოდი მოვულოცოთ ჩვენ თავებს და ქართველებს. კამარი რჩება საქართველოს. ქართველი გარჩა ჩემპიონი. კამარი ქართველებს რჩება. გამას ქართველებთან ჩემპიონი საქართველია და პირველში ბადოს მოვულოცოთ მოდი. შევხედო. რა ორიანი იყო. ძალიან მაგარი. ზუსტად ეგეთი გაატარა ძალიან ბევრი ფოშგორმა. ფოშგორს ვერ გაუწია. რა თქმა უნდა შევატო ფოშგორიც. იგი ფოშგორი სათანადო მოწინააღმდეგე იყო.